ჩემო პატარა მეგობრებო, თქვენ რადგან ძალიან ბევრი წერილი გამომიგზავნეთ და ძალიან ბევრი წერილი მომწერეთ და გაინტერესებთ ჩემი ამბები, თქვენ გაქვთ კიდევ უფლება რომ სათითაოდ დამისვათ კითხვები. მოიფიქრეთ რა კითხვები, რაც გინდათ, რამაც დაგაინტერესებთ და მე აუცილებლად გიპასუხებთ. კიდევ ერთი რამე გირჩიოთ. მე ჩემი ამბები დავწერე და წიგნად გამოვეცი. ეს არის ასეთი ძველი წიგნი, სადაც მე ჩემს თავგადასავალს ვუყევი. და ჩემი ფოტოებიც არის, აქ გაიცნობთ დედაჩემს, გაიცნობთ მამაჩემს, მე თქვენთვის ეს არ მithქვამს და მე მინდა თქვენ თვითონ წაიკითხოთ, ვინ იყო ჩემი ნამდვილი მამა. თქვენ გაიცნობთ ნამდვილ კეთილშობილ ირემს, ჩვენს მოხუც წინამძღოლს და ჩვენს მოხუც ბელადს, რომლისგანაც მე უამრავი რამ ვისწავლე და თვითონ ძალიან საინტერესო დარიგებებს ამოიკითხავთ და თქვენ აუცილებლად გაითვალისწინებთ ამ მის რჩევებს. თქვენ წაიკითხავთ ორი ფოთლის საუბარს და მიხვდებით, რომ ბუნება სულიერია. თქვენსავით სულიერია, რომ ისიც ფიქრობს, ისიც წუხს და ისიც დარდობს, რომ ბუნებაშიც არის უსამართლობა, რომ მაგალითად შეიძლება ადამიანმა არ დაგხოცოს, მაგრამ მერიამ შეიძლება კურდღელი მოინადიროს ან იხვი მოინადიროს და ესეც ძალიან დიდ კილოს გვანიჭებს ხოლმე ჩვენ ირმებს და ყველა კეთილშობილ ცხოველს. და მე მინდა რომ ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლოთ. თქვენ ჩვენგან, ჩვენ თქვენგან. ოღონდ მხოლოდ კარგი და კეთილი თვისებები. თქვენ გაიცნობთ აქ ჩემს უსაყვარლეს მეგობრებს, კარულს, რონოს და ძალიან ბევრ ვინმეს. გაიცნობთ ის სამყაროს. გაიცნობთ დეიდა ნეტყვას, რომელსაც საოცარი საუბარი იცოდა. გაიცნობთ დეიდა ეინის და კიდევ ბევრ ირემს. თქვენ გაიცნობთ ჩრდილოელ ირმებს, რომლის დანახვაზეც ფალენა, ჩემი მეგობარი, საბრალებლად აბღაუდებოდა ხოლმე. ბაო, ეს ბღაოდა. მეც მინდოდა მე ბღავა, მაგრამ როგორც ჩემო მოხუცმა მეგობარმა მასწავლა, თავს ვიკავებდი, რომ შიში არ გამომეხატა. და თქვენ წაიკითხავთ ჩვენს ჩუმ საუბარს. და თქვენ მიხვდებით, რომ ხანდახან ერთმანეთზე ჩუმადადაც ვფიქრობთ, არასწორია და ხანდახან ჯობია, რომ ის, რასაც ვფიქრობთ, ხმამაღლა ვუთხრათ ერთმანეთს და უფრო მეტად შეგიყვარდებათ ერთმანეთი და შეგვიყვარდება ერთმანეთი. აბა გისმენთ, ჩემო პატარა მეგობრებო, ხომ არ დაგებადათ რაიმე კითხვა, რომ დავუსვათ ტყის უფლის წყულს ბემბის. ვისთან როდის უტყერია თქვენთვის ყველაზე მეტად გული? უტყერია გული? რა თქმა უნდა, ადამიანმა მატკინა ყველაზე მეტად გული, როდესაც ჩემი მეგობარი მოკლა და როდესაც ჩემს თვალწინ უამრავი ფრინველი გამოასალმა და რომელმაც ჩემი დედაჩემი მოიკეცვა. კესო, ამი ხომ არ გავს კითხვა? სანამ კესო მოიკეთებს, ნიკოლას ხომ არ აქვს კითხვა? ყველაზე მეტად შეგროვილი მეგობარი მოგწონდა. ყველაზე მეტად მომწონდა გოგო, რომელიც დაბადებიდანვე ძალიან უსუსური და სუსტი იყო. და ის, მაგრამ უზომოდ კეთილი გული ჰქონდა ნიკოლას და ამის გამო მომწონდა. მარიამ, შენ ხომ არ გაქვს რაიმე კითხვა? შენ მარიამ? ქარათანი ამდენი დრო არ მაქვს წეში და გავიქცე. კესო, ხომ არ მოგაფიქრდა კითხვა? კარგი, რადგან კითხვები აღარ გაქვთ, დაგესვიდობებით. კარგად იყავით, ჩემო მეგობრებო. ჩვენ მე იმ დროს გავჩნდებით თქვენთან, როცა თქვენ ან ძალიან გაიხარდეთ,
მიხარიებიათ რაიმე, ან როცა გაგიჭირდებათ. მე ყოველთვის თქვენს გვერდით მივულა, იმიტომ რომ მოგუცმა ბელადარმა ძალიან ჩუმად სიარული მასწავლა და ბევრი ის ძალიან ძლიერი ვარ, ბევრი რამ შემიძლია და მე და ჩემი ტყის მეგობრები აუცილებლად გავჩნდებით თქვენთან იმ დროს, როცა მოგვიხმობთ და იმ დროს, როცა გაგიჭირდებათ. აბა, კარგად იყავით. დახმარების იმედი გქონდეთ.